გამარჯობა. ძმების პოდკასტის მორიგი ეპიზოდის დროც დადგა. დღევანდელი ეპიზოდიც ტრადიციულად პაპ 44-ში უწერთ. მადლობა მათ ამ სივრცის დათმობისთვის. ჩვენი სპონსორი არის ბავარია, რომელსაც ეხა დავისხარ? და აბა რა უნდა ქნა. ბოთლიდან რო დავლებ, შემტივასო მე ლუცოდა, ჰა. ლუდი ბავარია არის ჩვენი სპონსორი. მადლობა მათ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის და ასევე ძმების პოდკასტი გამოიწერეთ YouTube-ზე, Facebook-სა და TikTok-ზე და რა თქმა უნდა ტრადიციულად საინტერესო სტუმრებს, საინტერესო თემებს შემოგთავაზებთ. მე მგონი დღეს საინტერესო სტუმარი გვეყოლება, იმიტომ რომ ისეთ თემაზე გვეყოლება. ამბები გვაქვს ისეთი, ხო, ქართულ ევროტურნირები მიმდინარეობს, ჩემპიონთა ლიგა იყო საბურთალო მითამაშა იბერიამ. კი ბატონო. ეხლა დღეს როცა ის გადაცემა იწერება, ტორპედო და დილა თამაშობენ და დიდი ალბათობით ორივე გუნდი გავლენ შემდეგ ეტაპზე, ნუ უპირატესობა აქვს დილა სანდი და თან სახში თამაშობთ, მოგებული გვაქვს. ტორპედოსა და გაუჭირდება თან გულში გულშემატკივრებმა, გულშინ არ დააძინოს, ესე იწერებოდა, იმიტომ რომ უფეთქებდნენ ასაფეთქებლებს სასტუმროს ოთახებთან მოკლედ ფეხბურთელებს და ძალიან გაუკვირდეთ ქუთაისო გულშემატკივრებს და იგივე გაუკეთეთ აქ და რავი რატო გვიკვირს ხო არ ვიცი. კაი, მაგაზე ვილაპარაკებთ. მანამდე კი იცი რა შევახსენოთ ხალხს რომ ორი გადაცემა თუ სამი გადაცემა არ შეგვხსენებია, სულ რაღაც 250 გამომწერი გვაკლია YouTube-ზე და კი ბატონო. კიდევ ერთხელ შეგახსენოთ რომ 2000 გამომწერზე გავათამაშეთ ვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების ფორმას მისიო ხელმოწერეთ და რავი არ მგონია რომ ვინმეს არ უნდადეს ესაც საქართველოს ნაკრების მაისური იმასაც უნდა კიდე დარწმუნებული ვარ ხო გამოგვიწე. კაი, დავიწყოთ მაშინ ხო ტრადიციულად პირველი ბლოკი დავიწყოთ და კარგი ამბავია ის რომ კარგი ამბავი გვაქვს კიდევ ერთი ადამიანი დაემა, კიდევ ერთი ქართველი კიდევ ერთი გიორგი დაემატა. კიდევ ერთი გიორგი დაემატა ლიგა 1-ს და მეც. დაემატა მეც, ასე და ამგვარად ამ ეტაპისთვის უკვე ოფიციალურად ესე რომ ვთქვათ, სამი ქართველი ყავს ლიგა 1-ში, იმიტომ რომ ზურიკოს საკითხი ჯერ არ ვიცით და არ ვიცით ზენეტიაში რჩება ჩემპიონატში 3 4 როგორ? კვარა ჟორჟი და უი, ბოდიში ხო, 4 ყავს. 5 უნდა ყავდეს წესიც, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი სენტიანი გავარდა და ზურიკო ამ გუნდის მთავარი ლიდერი იყო და უკვე დაახლოებით თქვენ რაც გავარდნენ იმის მერე იწერება, რომ სერიოზულად არის დაინტერესებული ახლა დამოსული პარიზი ზურიკოთი. ნუ ჯერ ყველაფერი წინაა, დიდი დრო არის სატრანსფერო ფანჯრზე დახურვამდე და დარწმუნებული ვარ, რომ ზურიკო სენტენტერთან ერთად ლიგა 2-ში არ დარჩება. არა, ხო, არა, არ იმსახურებს ზურიკო ლიგა 2-ს არ იმსახურებს. ისიც ვთქვათ, რომ თუ ზურიკოც დარჩება ლიგა 1-ში, უკვე 5 ფეხბურთელი გვეყოლება, ასე და ამგვარად იქნებიან ხვიჩა კვარაცხელია PSG-ში, მეჩი იქნებიან ციტაიშვილი და აბუაშვილი, რაც ძალიან კარგი ამბავია და აბუაშვილზე ისიც ვთქვათ, რომ ფოთიდან წავიდა. მაგრამ ისიც აუცილებლობა ხო, ისიც აუცილებლად დაუნიშნოთ, რომ პორტუგალიის ჩემპიონატის ოღონდ პატარებშია გამოცდილება, პორტუს მეორე გუნდში თამაშობდა, სამწუხაროდ დრო და შანსი ვერ მიიღო პირველი გუნდის. თუმცა კარგია რომ ეს ტრამპლინი ან კოლხეთიდან ეგრევე ლიგა 1-ში წასულ უკვე ძალიან დიდი სიტყვაა და ახალგაზრდული ნაკრების წევრიცაა და ძალიან კარგად. ერთ-ერთი ლიდერია საფრანგეთს გაუტანა იმაში ჯგუფურ ეტაპზე ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატზე გოლი და კარგი ევროპის ჩემპიონატი ხდება. აღნიშნოთ ის რომ ძალიან კარგი ტენდენცია არის ეს საფრანგეთის ლიგა 1-ში ქართველების დარწმუნებული ვარ რომ ყოველ წლიდან წლამდე და სეზონიდან სეზონამდე ქართველების რაოდენობა გაიზრდება საფრანგეთში. კი ბატონო, წარმატებებს უსურვებთ. რა თქმა უნდა, გიორგის და მართლა რო არ მოგატყოთ, აი ესე რაღაცა, იმიტომ კი არა რომ შეიძლება ნახოს და რაღაცა, უბრალოდ მართლა გულწრფელად მჯერა რომ ეგ ბიჭი თავის წაში იტყვის ლიგა 1-ში. ეს არის ერთწლიანი იჯარაა, ჯერ გამოსყიდვის უფლები. გამოსყიდვის უფლები და ეგ მნიშვნელოვანი დეტალია ყოველთვის, გამოსყიდვის უფლები. აქ ლიგა 1-ში თამაშის შემდეგ ფოჩი არავინ აღარ დააბრუნებს. ხო, რა ვიცი, ლიგა 1 და ფოჩი არ მგონია. იმიტომ რომ ძალიან ბევრი წელია აბუაშვილს ვაკვირდები, ჯერ კიდე იქამდე სანამ პორტოში წაიყვანდნენ და ეხა ვიღაცა ვინც გვიყურებს, შეიძლება მე არ ვიყო რაღაცა ზღვარი და განსაზღვრელი იმის როგორი ბიჭია და მე ვაფასე, მაგრამ ვუყურებ და მომწონს რა, მართლა მომწონს, იმიტომ რომ ძალიან პირველ რიგში რაც ყველაზე კარგი არის ძალიან ბრძოლის უნარიანია, ძალიან კარგი დაყენებული დარტყმა და ორივე ფეხი სხვათა შორის. და შეუძლია ვინგერადაც თამაში. ხო, რა თქმა უნდა, ნუ ეხა დაიხვეწება დრო და დრო ამ ხელა გამოსწორება. 22 წლის არის ჯერ. კი ბატონო. კაი, დავიდეთ, მოდი რაგბიზეს ვთქვათ 1-2 სიტყვა. შაბათს 19-ში დღეს ხუთშაბათია და იწერება ეს ეპიზოდი სამშაბათს დაიდება, უკვე ნათამაშები იქნება სოფლიოს ორგზის, ზედიზედ ორგზის ჩემპიონთან. კი და ყველაზე მეჯერ აქვს 4 ჯერ. და სამხრეთ აფრიკულ ტურნეს დავხურავთ მოკლედ სამხრეთ აფრიკასთან მასპინძელ ნაკრებთან თამაში.
ხო, მეც მეშინია თუ მეტეს იმ წინა ორი თამაშის შემდეგ რაც ხო, ერასმუსმა თქვა სამხრეთ აფრიკის მწვრთნელმა რომ შანსებს მიცემ ახალგაზრდებს, იმიტომ რომ აგვისტოში იწყება 4-ერი ჩემპიონატი, რომ ავარჩიო, ვინ იქნებიანო და პრესკონფერენციაზე თქვა ეს მორაგბეებმა რომ საქართველოს ნაკრებს ბევრი რამე აქვს ჩვენთან დასამტკიცებელი. ხო, მაგრამ პირველი განცხადება რაშუაში იყო ვერ გავიგე, იმიტომ რომ ნახე სამხრეთ აფრიკის შემადგენლობა და მართლა პირდაპირ ვამბობ, რომ ეშინია სამხრეთ აფრიკის, იმიტომ რომ აგერ ორი თამაში იტალიას გადაურბინეს. პირველი თამაში ბარბაროსებს გადაურბინეს და არაფერი არ უდგას წინ რომ ჩვენს გადაგვირბინონ. ხო და გადაგვირბინონ, მაგრამ ნუ ჩვენთვის მაინც კარგი გამოცდილება იქნება ეს თამაში, იმიტომ რომ ნუ სამხრეთ აფრიკა და სოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. 2-2 და 4-ჯერ აქვს სოფლიო ჩემპიონატი, ყველაზე მეტჯერ მოგებული და ასე შემდეგ და არიან კოლისიც არის, კოლბე არ არის. კოლბე არ არის საერთოდ განაცხადში, მაგრამ წესი დღეს უნდა დაიდოს თუ ხვალ შემადგენლობა. ჩვენი შემადგენლობა ხვალ. თვითონ დადეს შემადგენლობა 2 დღის ადრე და საშიში გუნდები. პირველი, უნდა აღინიშნოს ის, რომ პირველი ხაზი, ანუ პირველი, მეორე და მესამე ნომრები სამივე დებიუტანტია სამხრეთ აფრიკიდან. პირველად ითამაშებენ ეროვნულ ნაკრებში და ეს აღნიშნა ერასმუსმა სამხრეთაფრიკის მწვრთნელმა, რომ ესე იქნებოდა, თუმცა ისეთი უკანა ხაზი დაგვიყენეს ძირითადში და ისეთი უკანა ხაზი დაგვიყენეს და თუნდაც ერკინება მარკაფაში ეძახენა სათადარიგო შემოდგომაში ძალიან ძიმე თამაში გველის და მაგრამ თან თუ გავითვალისწინებთ იმ ყველა პრობლემას, რაზეც წინა ეპიზოდში სხვათა შორის ძალიან საინტერესო სტუმარი ყავდა ნიაზ მამრიკიშვილი, რომელმაც დეტალურად ისაუბრა რაღაცა შეუსებაზე ელაპარაკა, მწვრთნელის ფაქტორზე ელაპარაკა, ბევრ რამეზე ისაუბრა და ძალიან საინტერესოდ და კომპეტენტურად ნიაზ მამრიკიშვილი მართლა ლეგენდარული ადამიანია და შეგიძლიათ მოусმინოთ იმ ეპიზოდსაც და რა თქმა უნდა ბევრ რამეს თუ რაღაცა ისე ვერ არის რაღაც ნაკლები ინტერესი ან ცოდნა შეიძლება გქონდეს კომპეტენცია მაყურებელს წინა ეპიზოდს უყურეთ და დამიჯერეთ ბევრ საინტერესო რაღაცას გაიგებთ. მოკლედ 19 ივლისი სამხრეთ აფრიკა, საქართველოს თბილისის დროით 7 საათზე. 8 საათზე. ხო, ეხა აქტივო ამბობთ, იმიტომ რომ ეს თამაში უკვე იზიქრება, მაგრამ მაინც ჩვენ კი ბატონო. კარგი ამბავი არის პორტუგალიიდან. პორტუგალიიდან გუშინ სხვადასხვა უყურე თამაშს ბოდიში ჩაგერთვეთ. მოდი ჯერ ბოდიში ჩაგერთვეთ. ამბავს ვიტყვი რომ გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტი შედგა სპორტინგში. მაგის მოპირებდი ზუსტად. და ძალიან კარგი მედია პორტუგალიურ მედიაში ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი ესე შეაფასოს რომ გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტი იყო ბრწყინვალე. და ბურთის პირველივე შეხებაზე გულში წერდნენ კომენტარებში ზოგადად რატომღაც ეგრე მაქვს ხოლმე რომ სადაც ქართველი ანუ სოციალურ ქსელში ძალიან მოხსენ ყურადღებას რა ანუ თუნდაც სპორტინგმა რომ დადო ფოტო ქოჩორასი რომ რაღაცა ჩვენი ახალი მოთამაშე დღეს დებიუტი შედგა კომენტარებში ჩაუყევი სუდადებითი კომენტარები იყო ყველა მაგას წერდა რომ ბურთის პირველივე შეხებიდან მივხვდით თუ როგორი ბიჭი დავიმატეთო რა ხო და მოუწია სადაც 9 საათი 29 საათი ითამაშა და 58 წუთზე შევიდა და შემდეგ ითამაში აქვს სანდერლენდთან როგორც სანდერლენდთან რომელიღაც ინგლისურ გუნდთან არის სანდერლენდთან არის რაღაც ეგეთი ხო ეგრე მახსოვს სანდერლენდთან არის და ის გამხანაგური და კარგია მაქსიმალურად და გამოიყენოს ეს პრესეზონი იმისთვის რომ უკვე 31-ში იმიტომ რომ უწევს სუპერთასი ბენფიკასთან ხო და უკვე ნანელა უნდა იფიქროს იმაზე რომ აუცილებლად თვითონაც ისეთი გუნების ადამიანია რომ არ მგონია სპორტინგში სკამზე დასაჯდომას წასვლა. არა, თან მიუხედავად თან ამ ყველაფერს ემატება ის რომ იქ იოკერეში მიდის გუნდი და იქ ორი კაცი ჯერ ოფიციალურად არ გადა. იქ ორი ძალიან კარგი ფეხბურთელი დაკარგა სპორტინგმა, ნუ როგორც ხდება ხოლმე ეგეთი გუნდები, ხო იცი, კარგი ფეხბურთელებს ყიდიან, მერე ისე ვიწყებენ თავიდან იმას. აღბშენებლობას. დასტავალია ქოჩორას ნახოთ ჩემპიონთა ლიგაზე რა. ხო, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. წარმატებები უსურვოთ ქოჩორას და კიდევ ერთხელ ვიმედოვნოთ რომ უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი ქართული ფეხბურთელი ითამაშებს. ნუ კარგი იქნებოდა ეხლა ლევანტეს ბევრი ლაპარაკი ვიცით ხო იცი მაგთენთან დაკავშირებით რა ლევანტეს დარჩენილიყო და ლიგას ითამაშო და ლევანტეს თავისთავი ამოწურა მან პირობა დადო რომ ლევანტეს ავწევ ლიგაშიო და მე რო წავალ გუნდანო და ეგრეც მოხდა. მოკლედ წარმატებები კიდევ ერთ გიორგის ამჯერად ქოჩორაშვილს და ბოლოს ოსლამდე მოლაგბეებზე თქვა ორიოდ სიტყვა ნაკრებმა ესპანეთთან ითამაშა და 53-12 მოუგო ხო? და კარგი თამაში ჩაატარეს ჩვენ მოსლამდელებმა თან ესპანეთს თუ გავითვალისწინებთ რაღაცა საინტერესო ნაკრებია მართალია დებიუტანტები არიან ამ მოსლომდე მსოფლიო თასის მაგრამ
საინტერესოდ დაიწყეს იქ არგენტინასთან თითქოს სენსაციურად იგებდნენ, მაგრამ ბოლოს სამი თამაში ითამაშეს ჯგუფში და თუ არ ვწდები სამივე თამაში პირველი ტაიმი მოიგეს. ჩვენ თავიდანვე გადაურბინეთ. გასაგებია გადაიღალ ისინი, მაგრამ ჩვენს გადავიღალ და ერთ რაღაცას გირჩევთ. უბრალოდ ერთ რაღაცას გეტყვით, ჩემი რაგბის წოდით, რომ დაიმახსოვრეთ მიხეილ შიოშვილი, სახელი და გვარი, საქართველოს 20 ნაკრების 8 ნომერი, რომელიც საფრანგეთში თამაშობს ერთ-ერთ გრანდში და უბრალოდ გირჩევთ, რომ დაიმახსოვრეთ ეს სახელი და გვარი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ მოხვდება სიმბოლურ გუნდში მსოფლიო ჩემპიონატს, იმიტომ რომ აი ესპანეთთან 3 ლეოლ დადო, იქ იტალიასთან 4 ლეოლ დადო. მაგარ ჯანზია, ლეწავს აქეთ იგი დაცვაში საოცარია, მოკლედ დიდი ხანია ეგრე. კარგი 8 ნომერი მოდის. დიდი ხანია ეგრე ქართულ რაგბში, მით უმეტეს ასაკობრივ ნაკრებებში არ მომწონებია მორაგბე და მე უბრალოდ გირჩევთ რომ დაიმახსოვროთ და ვნახოთ. ხო, და ვთქვათ ის რომ შოტლანდიასთან გვაქვს თამაში. მე-9 ადგილისთვის, ხო? მე-10 ადგილისთვის შოტლანდიასთან და მე-12 ადგილისთვის თამაშობენ ესპანეთი და ირლანდია რა. აბა, რა უცნაური ესპანეთი არა უცნაური, ირლანდია. მაგას ხო, ეგ გიგულისხმე, ხო. და ეს თამაშიც ეს ეპიზოდი რომ დაიდება, ეს თამაშიც ხო, როგორ აი 19-ია. ჩვენ გვაქვს 7-ზე თამაში და 5-ის თუ 6-9-ს თამაშობს ოსლანდელები და მე 8-10 წუთზე იწყება ეროვნული ნაკრების. არა, მე მგონი გვიან არის ოსლანდელები. ხო, ნუ მოკლედ 19-ში არის ეს თამაში და ეს ეპიზოდი რომ დაიდება იმედია რომ მსოფლიო თასზე ისევ ხო რა სულ რომ მე-11-მე-12 ადგილს ვიგეთამაშა პირველი მსოფლიო ჩემპიონატია ოსლანდელებში არ ვარდება არავინ არ დაქვეითდება თუმცა მაინც რაღაც მხრივ ის კარგია რომ ბოლო ადგილს ის კარგია რომ ირლანდიას გადავასწარით ხო რა მიუხედავად რომ ჯგუფში მოგვიგეს და ასე შემდეგ ჩვენზე უკან დაამთავრებენ მსოფლიო თასს კარგი ეს იყო რაც გვინდოდა რომ გვეთქვა ამ უცბად პირველი ბლოკის ჩარიხინების ამბავში ბავარია არის ჩვენი სპონსორი Pab 44-ში უმყოფები ძმების პოდკასტი გამოიწერეთ ყველა პლატფორმაზე და რამდენიმე წამში დაგიბრუნდებით სტუმართან ერთად სტუმარი კი იქნება იბერიას საიდან ქვია ფანკლუბია და იბერიას მთავარი უცნელი ლევან კორღალიძე იქნება ჩვენი სტუმარი და ვილოპარაკებთ ბუნებრივია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩემპიონთა ლიგიდან რომ გამოვარდით მაგალითად საუბრობთ მომდევნო მეტოქეზე ევროტურნირებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვიღაც თუ არის და გაუგებარ თუ არის იბერია რომ გავარდა მალმიოსთან ჩემპიონთა ლიგიდან გადაინაცვლეს კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე სადაც ესტონურ ლევადიას შეხვდებიან დანარჩენი ვილაპარაკოთ გუნდის თავმჯდომარესთან. წავედით სტუმარი. აუმარჯოს და წარმატებები ვსურვოთ ქართულ აუცილებლად. დავბრუნდით სტუმართან ერთად მეორე ბლოკი ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს და დღევანდელი ეპიზოდი მართლა ერთ-ერთი გამორჩეული იქნება რადგან ჩვენი სტუმარია საქართველოს ჩემპიონის იბერიას მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე ლევან მოგესალმებით სანამ გადავიდოდეთ უკვე ინტერვიუზე და ვისაუბრებდეთ მანამდე კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ რომ ბავარია არის ჩვენი სპონსორი ვიმყოფებით Pab 44-ში ძმების პოდკასტი გამოიწერეთ ყველა პლატფორმაზე და Pab-ში სადაც იბერია აი ეგ უნდა მეთქვა Pab-ში სადაც იბერიას ფან-კლუბია და ვინც რა თქმა უნდა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ გაემგზავრებით ესტონეთში მობრძანდით Pab 44-ში და ის ამონეთ ჩვენი გუნდის თამაში. სანამ გადავალთ ინტერვიუზე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ ძალიან იშვიათია ეს ახლა ჩემპიონთა გუშინ ჩამოხვედით შვედეთიდან, ჩემპიონთა ლიგა ითამაშეთ, ჩამოხვედით და თამაში და თამაშებს შორის შუალედში გამონახეთ დრო და მოხვედით ჩვენთან იმაზე რომ ვილაპარაკოთ აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მეც გავისკე და დავერეკე რა. ხო რა, უღრმესი მადლობა ამ ყველაფერთვის. ძალიან იშვიათი არის ეგეთი რაღაცები და დამოკიდებელია ნამდვილად. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის, მოგესალმებით. რა ვიცი, მე ყოველთვის ფეხბურთზე ლაპარაკით არ დავიღლებით და ძალიან სასიამოვნოა რომ ესეთ გარემოში გვიწევს შეფასება ჩვენი განვლილი მატჩების და დიდი სიამოვნებით შეძლებს დაგვარად ყველანაირად შევეცდები ყოველ შემთხვევაში რომ ამომწურავი ვიყო. შვენიერი. დავიწყოთ მაშინ. დავიწყოთ ზუსტად ამ ჩემპიონთა ლიგით. საქართველოს ჩემპიონი გავიდა რა თქმა უნდა საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩემპიონთა ლიგის და იქ შეხვდა მეტოქე რომელიც პირდაპირ ვთქვათ რომ არ გაგვიმართლა ამ ეტაპზე არ გვინდოდა რომ შეხვედრო და შვედური მალმე არის შვედურ მალმეზეა საუბარი ბუნებრივია რომელიც ყოველწლიურად სტაბილურად თამაშობს ევროტურნირებზე კი ბატონო დავმარცხდით გამოვეთიშეთ ასპარეზობას თუმცა გადავინაცვლეთ კონფერენს ლიგაზე სანამ კონფერენს ლიგამდე მივალთ მოდი შევაფასოთ მალმეოსთან თამაშები როგორც თბილისში ისე
შვედეთში და ამაზე გავამოხილოთ ყურადღება მე უკვე რა თქმა უნდა სხვა თემებსაც შევეხებით. კი ბატონო, აუცილებლად პირველ რიგში მინდა აღვნიშნო აი თქვენ რომ დამირეკეთ გუშინ და რაღაცა ესეთი ადეკვატური შეფასება იყო ნამდვილად და დიდი მადლობა ამისთვის, იმიტომ რომ მართალი გითხრათ იმის გამო რომ ჩვენ ყოველ შემთხვევაში ნუ ესე გამოვარდით, რაც ამ ძლიერი გუნდი იყოს, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ მაინც მაქსიმალურად ვიბრძვით იმისთვის და ვიბრძოდით რომ გადაგველახე ეს ეტაპი, მაგრამ ნუ ვერ შევძელით და ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი მე პირადად მოვისმინე ბევრი ისეთი არაადეკვატური შეფასება თუნდაც აი მაყურებლისგან გული დამწყლად. პირველ რიგში კიდევ მე რომ ძალიან დიდი მადლობა იმ ხალხს, ვინც თამაშზე იყვნენ და გულით გულშემატკივრობდნენ, მაგრამ ბევრმა ისეთმა ფრაზამ გაიჟღერა, რომ აი ხო მივედით და რაქნეს. აი ცოტა ჩემთვის აი მიუღებელია, მე თამაშის მერე გამოვედი, ბოდიში მოვიხადე, ამ თამაში პირველ თამაშს გულისხმობ, ჩვენ დაგვაკლდა ხასიათი და ზუსტად ამ ხასიათის გამო მოვიხადე ბოდიში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ან შევწხვით, ან რაღაცა ისე ვერ წარმოვაჩინეთ თავი, ეხლა თქვენ უკვე აღნიშნეთ, ძალიან ძლიერი გუნდი იყო, თუნდაც ფინანსური კუთხით რო შეხედო, ფეხბურთელების ესე რო ვთქვათ, რესურსით და რთული იყო ნამდვილად. ეს სტერეოტიპი სულ ვიძახი, რომ უნდა დაინგრეს, რომ კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ. და რა ვიცი, მე დიდი იმედი მაქვს, რომ აი ეს ჩვენი ხასიათი, რაც იყო მეორე თამაში გამოჩნდა, ეს აუცილებლად კონფერენციის ლიგაზე გადაგვყვება, ესე რომ ვთქვათ და ის რაც დაგვაკლდათ მალმოსთან, აუცილებლად გამოვაჩენთ ამ ხასიათსაც და რა თქმა უნდა უფრო ხარისხენად ვითამაშებთ და უბრალოდ აი ეს გულის წყენა ესე რომ ვთქვათ, რო არ მეთქვა, შეუძლებელი იყო და თქვენ დიდი მადლობა იმისთვის, რომ პირველი რაც მითხარით, რომ მადლობა ხასიათისთვის, რაც გამოვაჩინეთ და ეს ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო ჩემთვის. ეხლა სანამ დავიწყებთ საუბარს, მანამდე რაღაცა გითხარით, რომ ჩავედით შვედეთში და იქ რაღაცა ბრენდირებული მალმეოსის ეხლა სხვაობა ბუნებრივია 55 ფედერაციის ჩემპიონატიდან 50 ადგილზე რო ხარ, რთულია იქ რაღაცა უკვე. ხო, 52-ზე რო ხარ, რთულია იქ რაღაცა იმას ქნა რა, ადეკვატური შეფასებებიც გააკეთო. ეგეც ეგრეა რა სამწუხაროდ. მაგდონეზე ვართ რომ ეგრეა. მაგრამ როცა ჩადიხარ ქვეყანაში, სადაც ხდება მაგალითად რას თქვენ ბრძანეთ ეხა ბრენდირებული მალმოს რაღაცა შაქარი რაღაც ისა რთული ეგეთ დონის სტადიონზეც რაც ხდებოდა, აი არ ვიცი, ძალიან ბევრი ასევე ქართველები იყვნენ წამოსული, მათ დიდი მადლობა კიდე, ცალკე ჩემი მეგობრებიც, ჩემი შვილიც იყო და წამოსული და აი მართლა გაოცებულები იყვნენ თუ რა ატმოსფერო იყო სტადიონზე და რა ვიცი, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე საკლუბო ფეხბურთზეც ჩვენ ჩემპიონატშიც და ასე შემდეგ იქნება ეს ატმოსფერო, იმიტომ რომ ქართულ გულშემატკივრებას ნამდვილად უყვართ ფეხბურთი, კი უყვარს ფეხბურთი და რა ვიცი, აი ხო გეუბნები ძალიან მაღალ ყველანაირად რა, აი სტადიონი, ბაზა, დამოკიდებულება თვითონ ფეხბურთელებთან, აი პატარა ქალაქი და მთელი ქალაქი რო ფეხბურთით ცხოვრობს და რა თქმა უნდა ძალიან დიდი რესურსი აქვთ, ფინანსურიც, რა ვიცი, ყველანაირი რა. ორი ეპიზოდის წინ ყავდა დათო მინაშვილი და საინტერესოდ განვიხილეთ ზოგადად 4-ვე გუნდის პერსპექტივები, ასე შემდეგ და შანსები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და დათო მინაშვილმა თქვა ფორმატ საქართველოს ჩემპიონატური ლიგის ფორმატთან დაკავშირებით და უშუალოდ თქვენ მინდა ახლა კითხოთ არა ფორმატთან დაკავშირებით, არამედ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რა, როცა გუნდი დეკემბერში ხდება ჩემპიონი და ივლისში აქვს თამაში, აი 7 თვის მერე რამდენად რთული არის ფსიქოლოგიურად იმისთვის იყო მზადყოფნაში, რომ 7 თვე პაუზის მერე ხო, ბოდიში შეგეცრები ამ ყველაფერში თან რა არის, იმნიშნავენ რომ ამ 7 თვეში ჩემპიონი გუნდა, შენ ფეხბურთელები უნდა შეინარჩუნო. ხო, ნახეთ როგორ აი ორი მხარე აქვს რა, აი ამ დადებითიც და უარყოფითიც. აი თქვენ დამასწარით, ეხლა რა თქმა უნდა უარყოფითზე უკვე ვისაუბრე და კიდე გავუსვავ ხალხს, რომ რთულია ნამდვილად ეხლა ჩვენ დეკემბრის ჩემპიონი რო გავხდით, 8 ფეხბურთელი წავიდა. ხო. 8 ფეხბურთელი. ნუ ეხლა ფაქტურად ახალი გუნდის გაკეთება მომიწია და მოგვიწია უფრო შიდა რესურსით, ანუ აკადემიით და ასე შემდეგ,
წამოვწიეთ ძალიან ისეთი საინტერესო ფეხბურთელები და ძალიან მოხარული ვარ მე ამით რომ ისინი უკვე ინტეგრირდნენ ჩვენ და ადაპტაცია არ გაუჭირდა და ძალიან ძირითადი ფეხბურთელებადაც ითვლებიან. ეს რა თქმა უნდა ცუდია ერთი მხრივ რომ აი რა თქვენ აღნიშნეთ რომ დეკემბრის მერე თვითონ ის რაღაცა ის დადებითი მუხტიც ცოტა დაკარგული იმიტომ როგორ წავა მერე ჩვენ საბედნიეროდ კარგად წავედა 30 თამაში არ წაგვიგია ეროვნულ ლიგაში და ეს ძალიან დიდი გამოწვევა და აღიარება 34-ია თუ არ ვცდები 94 თუ 15 წელი იყო თბილისის დინამო. ეს რა თქმა უნდა ეს უარყოფითი მხარე არის ეს რა თქმა უნდა ეს მუხტი ცოტა ქრება ესე რომ ვთქვათ ეს ფეხბურთელები აი რას თქვენ აღნიშნეთ და ჩვენ წავაწყდით ამ პრობლემას რომ ვიცი რა სად მიდიხარ ლიგა გვაქვს ლიგა 7-6 თვის მერია და ეხა ცოტა რთულია დაიჭირო როცა კარგ კონტრაქტს თავაზობენ ფეხბურთელებს თან პატარა ბიჭებზე თან კი და ეხა რა თქმა უნდა ყველას ის აქვს მიზანი რომ საქართველოს ჩემპიონატში წარმოაჩინონ თავი და მე უფრო კარგ კლუბებში წავიდნენ და უფრო კარგ ესე რომ ვთქვათ უფრო მეტ საფეხბურთო აი ქვეყანა თუ არ ვიცი ჩვენ არ ვართ რა თქმა უნდა საფეხბურთო ქვეყანა მაგრამ ხო არის ჩვენზე მაღლა ვისგანა და ნუ ვერ დაიჭერ ფეხბურთის. ხა მეორე მხარე რა აქვს აი დადებითად რა შეიძლება ჩაითვალოს რომ თუნდაც აი იგივე რომ დამთავრდა სეზონი უკვე იცი ვინ მიდის ვინ არ მიდის და ახალ ფეხბურთელებს უფრო მეტი დრო აქვს თუ მოიყვან ოღონდ იანვარში უნდა ყავდეს. აი ესეთი სელექცია თუ მოხდება მაშინ შეიძლება აი დიდი რაღაცა რყევები არ მოხდეს. ნუ ის ახლა პირველად რაც ვთქვი, რა თქმა უნდა, ახლა რო დამთავრდებოდა მაისის ბოლოს ჩემპიონატი და ივლისის დასაწყისში გაქვს ჩემპიონთა ლიგა, უფრო მეტი შანსია რომ დაიტოვო ის ფეხბურთელი და უთხრა რომ იცი რა, ერთი თვეა დარჩენილი და მოდი რა ეს ერთი თვე და დამთავრდება ლიგა და მე ახლა მომთხოვნელი თუ ყავს მაისში ივნისშიც გეყოლება რა თუ მართლა კარგად წარმოაჩენ ლიგაზე ან ევროტურნირზე უფრო მეტი მთხოვნელი გეყოლება უკეთესიც რა თქმა უნდა. უკეთეს და იმ კლუბმა ვისაც ივნისში, მაისში უნდა შენი გადაბირება და უშუალოდ რა ვიცი, კეთილება ინებოს და მისქნას მოგაწეინოს კონტრაქტს ხელო, აი რომ დაამთავრებ ჩემპიონთა ლიგას, всё, წამოდი ჩემთან რომ არ იყოს მერე რომ აი მერე რა რომ გაძვირდა ფეხბურთელი და ასე შემდეგ. ანუ დაიზღვიოს თავი, ანუ ეს არსებობს თან იგი მექანიზმი არსებობს. კი, თავისუფლად შეიძლება მოელაპარაკები და პირად კონტრაქტზე შეთანხმები და ეხა იურიდიულად ყველაფერი არ ვიცი როგორ დანარჩება, მაგრამ შესაძლებელი არის, ვიცი რომ არის შესაძლებელი. ამიტომ აი ეს ორი უარყოფითი და დადებითი მხარე შეიძლება რომ ამ დადებით და უარყოფით მხარეებზე ვილაპარაკოთ. ცოტა უხერხული კითხვა უნდა დაგისვა და ბოდიში ვხდი ამისთვის. გისმენთ, არ არის პრობლემა. ძალიან სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია თქვენი ერთ-ერთი ფეხბურთელის მოქმედებამ. კონკრეტულად ივა გელაშვილზე ვამბობ. იმიტომ რომ ითამაშა მე ვიყავი იბერია მალმიოზე აქ ლოკომოტივის მიხეილ მესხის სტადიონზე ითამაშა 90 წუთი და მე უცებ ისე მოხდა რომ არ ვიცი ეხა მე თქვენთან ერთად შვედეთში წამოვიდა თუ არა წინა დღეს ფაქტია რომ თამაშის წინა დღეს ვიგებთ რომ ივა გელაშვილი გუნდი შეიცვალა და ვეღარ დაეხმარება მალმიოსთან განმეორებით მატჩში. კი, რა თქმა უნდა, ივა ძალიან დაგვაკლდა ჩვენთვის როგორც ყველა ფეხბურთელი ივაც გამონაკლისი არ ყოფილა და ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო და მე ძალიან იმედი მქონდა ივასი რომ იტალიური გამოცდილებით არ არის პატარა კი, რა თქმა უნდა, მაგრამ კი მოვიდა ჩვენთან მე პირადად დამემშვიდობა, მადლობა გადამიხარა, გადაწყვეტილება მიიღო და თავის გადაწყვეტილებაა და მე რა ვიცი არ შემიძლია რომ რაღაცა ან ზედმეტად კრიტიკული ვიყო, ან რაღაცა ზედმეტად შევაქო, ან თავის გადაწყვეტილებაა, თავის ცხოვრებაა და როგორც უნდა ისე წარმართა და ჩვენ რა თქმა უნდა დაგვაკლდა და მე სურვილი მქონდა რომ ჩვენთან ყოფილიყო, მაგრამ როგორც აღნიშნეთ უკვე ეს გადაწყვეტილება მიიღო და მინდა წარმატება ვუსურვო სადაც არის. წავიდეთ ლევადიაზე მაშინ, მოდი. წავიდეთ. იმიტომ რომ დღეს თამაშობენ ქართული გუნდები გაირკვევა დიდი ალბათობით გორიზდილა ალბათ უფრო გარკვეულია, იმიტომ რომ იქ გასტუმრაზე მოგებული ხო რა ლუქსემბურგის გუნდთან და რთული მატჩი ექნება ძალიან ტორპედოს. თან ყაზახეთში ყაზახური კომპლექსი ძიმე ღამე მაქვს მე ყაზახური მომუშავებდი და ვიცი და ძალიან ისეთი თან ეგ შიმკეტი სადაც არის ეგ ქალაქი ძალიან ცხელა ხო ძალიან ცხელა და თან 6 საათზე დაუნიშნეს როგორც ვიცი თამაში ჩვენი დროით ვაზია 2 საათია განსხვავება კი და
რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ წარმატებას უსურებ, რა თქმა უნდა, ტორპედოს გულშემატკივრობთ ყველა, გონია რომ დიდი ბრძოლა ის რომ 3 გაიმარჯვეს, არ ნიშნავს რომ დამთავრებულია ყველაფერი. ძალიან დიდი ბრძოლა ექნებათ და რა ვიცი, იმედი გვაქვს რომ გაიმარჯვებენ და საქართველოს რეიტინგისთვის აუცილებელია, ხო, აუცილებელია. ძალიან დიდი შანსი არის იმისა, რომ ანუ 3 გუნდი დავჭეთ, 3 გუნდით დავჭეთ და 1 გუნდი გამოგვაქვს რეიტინგიდან გამომდინარე. წავედით ლევადიაზე. ესტონური გუნდი. საკმაოდ მგონი ესტონეთში ისტორიულადაც საუკეთესო გუნდი. ფლორა, ტალინის ფლორა, ლევადია კი. მაგრამ რა თქმა უნდა, იმ იმედით რომ უნდა გავიდეთ შემდეგ ეტაპზე, ესე ფეხბურთია ვერაფერს ვერ ვიტყვი, წინასწარ შეფასებაც არასწორი არის, რა თქმა უნდა. თან გუშინ იყო წილისყრა და ლევადიას ბარიერის დაძლევის შემთხვევაში არც თუ ის რთული მეტოქი არ გვეყოლება. ეხლა მესამე ეტაპია უკვე და რა თქმა უნდა, მანდ ფსიქოლოგიური თამაშიცაა, მარტო ფეხბურთის თამაში არა, მაგრამ ისეთი რომ ყიროდეს ვინმე გუნდი არავინ არის ერთ-ერთი რაღაცა რომელსაც ხო ჟალგირისი რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე პირველი 2-0 მოგებული თამაში მერე გამოვარდა პელები წააგო ხო როგორ თქვენ რასეულდებით თქვენი გუნდისგან პირველი გასვლა ხო დავუშვით ხო ეგეც კარგი 23-ში და 29-ში იყო 24-31 მაგრამ ნუ მე შეიცვალა და 23 და 29 პირველი გასვლაა ეს კარგია ეხა პირველი გასვლა რო ეხა ჩემთვის მე როგორც უყურებ ესე არ ვიცი ჩემთვის ალბათ ეს კარგი იქნება რომ პირველი გასვლაა და შემდეგ უკვე საკუთარ კედლებში უფრო ხალხთან და რა უკვე ერთი თამაში როა ერთი განვლილი გაქვს მეორე უკვე და რო იცი უკვე რა შედეგი გჭირდება და ასე შემდეგ ცოტა ალბათ სახლში თამაშის ფსიქოლოგიური ფაქტორი არის კი ნამდვილად და რავი ძალიან ძლიერი გუნდია ლეგიონები ყავთ ძალიან ესე რომ ვთქვა საკმაოდ ისეთი ბევრი სხვათა შორის ერთ-ერთი ტამბედუა რომელიც ბათუმის დინამოში თამაშობდა დალაგებული ფეხბურთი ითამაშეს ეხა ერფეშასთან და ჩვენ უკვე ნელ-ნელა დავიწყეთ უკვე ეს გამოცდილება რაც მივიღეთ და რაც მალმოსთან ესე რომ თქვა ჩვენ გამოცდილება არ გვეყო მაინც ჩემპიონთა ლიგისთვის ცოტა მიუბრუნდე მაგ თემა მინდა რომ მაინც აღნიშნო იმიტომ რომ ადრე საბურთალო იყო იცი თქვენ და ეხა იბერია და ამ კლუბს ესე რომ თქვა ეს იყო კლუბის მე-6 თამაში ჩემპიონთა ლიგაზე ანუ მე-5 მე-6 ეს დაშვებული შეცდომები ჩემი მხრიდან ფეხბურთელების მხრიდან ასე რომ ვთქვათ, სწორად გავაკეთებ, გაანალიზებულია და რო აღარ გამეორდეს, მე უკვე თორი შეცდომებს ყველა. ხო, ვიცით რომ გიზი არ გვეყოლება პირველ თამაში, სტუმრად, ანაკლისია, ხო. ჯერ არ არის გადაწყვეტილი მარტო სტუმრად, იმიტომ რომ პირდაპირ წითელი მიიღო და პარასკევს ველოდები. შეიძლება ორ თამაშიანი სახლში. შეიძლება სახლშიც და ეს რა ვიცი, ძალიან დიდი კაპიტანია, კაპიტანია, გიზი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, გუნდი როგორც აღნიშნეთ გუნდის კაპიტანია და რა ვიცი, ძალიან დაგვაგტება მიუხედავად იმისა, როგორც აღნიშნე უკვე მართლა ძალიან დიდ ესე რომ ვთქვათ, ყევებში მოხვდით, 8 ფეხბურთელი წავიდა და კიდე ხა გიზის დაკლება ძალიან არ ვიცი, ძალიან რთული იქნება, მაგრამ ნუ ყველანაირად შევეცდებით, რომ ეს ავინაზღაუროთ ეს დანაკლისი. თქვენ წეგან ახსენეთ, რომ ფეხბურთელების წასვლის მერე მომიწია აკადემიიდან რამდენი მოთამაშის ამოყვანა, მოდი ვთქვათ აკადემიაზეც რა, როგორი პერსპექტივა აქვს ამ შემთხვევაში, ნუ ქართულ ფეხბურთს არ ვიტყვი, ამ შემთხვევაში იბერიაზე გავამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ იბერიას მაშინ საბურთალოს სკოლა, ნუ ერთ-ერთი ცნობილია, რა თქმა უნდა, დღეს ქვეყანაში და ეს აკადემიის მოთამაშეები როგორი მოთამაშეები არიან, როგორი რამდენად დიდი პერსპექტივა აქვს ამ გუნდს, რომ ახალგაზრდებმა კიდე უფრო მეტად რაღაცა გაალამაზონ გუნდის თამაში, აი ამის კითხვა. ამ კლუბის დაარსების პერიოდიდან ყოველთვის პირველ გუნდში, ყოველთვის თამაშობდა ნუ მაშინდელი საბურთალოს, ეხლანდელი იბერიას აღზრდილი, ანუ აკადემიის ფეხბურთელები და ეს ძალიან კარგი ეს ისე რომ თქვა ჩვენ კლუბს აქვს ესეთი მიზანი, გეზი აღებული და არ უხდებს და ყველა მწვრთნელი ვინც კი აქ მუშაობდა, ყველას ქონდა იმის ესე რომ ვთქვათ ფუფუნება ეს როცა შენ არ ეძებს სხვაგან ფეხბურთს, როცა შენ არ ხარ ისეთი ფინანსურად ისეთი ძლიერი, აი როგორც თუნდაც მალმოა რომ 2-3-4 მილიონს ფეხბურთელებში იხდიან და მოყავთ სხვა კლუბიდან. ძალიან კარგად მიდის კლუბში მუშაობა, აკადემიაში მე მინდა შევაქო ის მწვრთნელები, აკადემიის ხელმძღვანელი ვინც მუშაობდნენ და მუშაობს დღესაც კლუბში. ანუ
არ უხვევენ პირველი გუნდის, ესე რომ ვთქვათ, სტილს, ფილოსოფიას და ეს მე ის ფეხბურთელი რო ამოდის პირველ გუნდში, არ უჭირს ის მოთხოვნები თუ რას ვითხოვთ ჩვენ მწვრთნელები და ვიცი ეს ძალიან კარგია და მე ეს წელიც არ ყოფილა გამონაკლისი და თუნდაც ეხლაც ყოველთვის 4-5 ფეხბურთელი სულ თამაშობდა პირველ გუნდში აკადემიის არხზე და ეხლაც იგივე ხდება და რამდენი ფეხბურთელი წავიდა ანუ გაიყიდა ესე რომ ვთქვათ და ტრანსფერი შედგა და ეხლაც აი თუნდაც რო აღნიშნოთ დადიანი გიორგი ტაბატაძე ხა ძირითადის ფეხბურთელად ჩამოყალიბდნენ და ძირითადში ითამაშეს და ძალიან დიდი პროგრესი აქვს და მე ყველაზე უფრო ეს მახარებს. ვიმედოვნოთ რომ ეროვნულ ნაკრებშიც ვიხილავთ ამ ბიჭებს, იმიტომ რომ მე ძალიან მომწონს ეს ახალგაზრდული ნაკრები ეროვნული შევსება არის, რა თქმა უნდა ახალგაზრდული ნაკრებიდან წამოსული ფეხბურთელები და ნელ-ნელა ეს თავათაცვლას ვხედავთ და ყოველ შემთხვევაში გვიხარია რომ რაღაცა ნელ-ნელა ვემსგავსებით მართლა ახალგაზრდულის და ეროვნულის იმ ნაკრებს როგორიც გვინდა რომ კარგი ევროპული ნაკრებები ჩამოყალიბდეს და ფაქტია რომ იმ მუშაობამ გაამართლა თუნდაც რამასვანის დრო არის საჭირო ყველაფერში თუნდაც საქართველოს ნაკრებს რამდენი დაგვჭირდა რომ აი ამ დრომდე ხელა ჩავარნებიც ქონდა მაგრამ აი ბოლოს მაინც ამიტომ დრო ძალიან ბევრს ნიშნავს და საჭიროა, რომელიც მწვრთნელს არ გააჩნია, ესე რომ თქვა და შეიძლება დაგვარათ აი ფორს მაჟორული იმაში გვიწევს ხოლმე ის მუშაობა, მაგრამ ნუ რას ვიზავთ. საქართველოს ჩემპიონი ხა რაღაცა ახალგაზრდა მწვრთნელი, საქართველოს ჩემპიონი, საკლუბო როგორც ფეხბურთელობის განმავლობაში საკმაოდ გამოცდილებით, სამწვრთნელო კარიერაშიც გამოცდილებით ეხა გასაგებია ბუნებრივია რომ გაკავშირებს კონტრაქტი რამე ისეთ განსაკუთრებულად საინტერესო შემოთავაზება თუ ყოფილა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში შარშან თქვენ გქონდა შემოთავაზება მოლდოვის ნაკრებიდან სწორად მახსოვს რა ну ეგ უფრო აი კონკრეტული არ ყოფილა იყო რამოდენიმე კანდიდატი და ერთ-ერთი კანდიდატი ვიყავი მე რო დამირეკეს გამიხარდა რომ აი მეც რა მოვიაზრებოდი და მაგრამ ნუ მე არც არ შედგა ნუ არ მივიდა იქამდე რომ რაღაცა კონკრეტულ წინადადება ყოფილიყო და რა ვიცი სხვათა შორის სულ მაგას ვიძახ ყაზახეთშიც რო წავედი ცოტა ისე ვერ წავიდა როგორც ჩვენ გვინდოდა საქმე ახალი გუნდი იყო ანუ გულისხმობ უმაღლეს ლიგაში გადმოსული პრემიერ ლიგაში პრემიერ ლიგას ქვია ყაზახურ ჩემპიონატს და ძალიან ბევრი ახალი ფეხბურთელი მოვიდა და ცოტა დრო დაგვჭირდა დაალაგებას და ნუ რაღაცა ისე ვერ წავიდა საქმე რომ მივედი ხელმძღვანელობას უთხარი რომ ვაიღოთ ხوارჯობია რომ მე გავიწევი გვერდზე და ნუ ცოტა იმედგაცრუებული ვიყავი რა თქმა უნდა მაგრამ მე ამ გადმოსახედიდან თურმე რა მელოდებოდა ნამდვილად გავცვლიდი ამ ყაზახურ ესე რომ ვთქვათ ვოიაჟ აი ის იმაზე რაც აქ მოხდა ანუ ნუ თასი ხო ადრე გქონდა უკვე მოგებული მე ამ კლუბთან ერთად 2021-ში ეხლა ნუ მესამეჯერ დავბრუნდი იცით და ნუ ეხლა ჩემპიონი გავხდით საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი აი ძალიან დიდი აღიარება იყო და ანუ დიდი სიამოვნებით გავცვლიდი მაგრამ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ყაზახეთში და ალბათ ის რომ არა შეიძლება ესეც არ მომხდარიყო აი სამომავლოდ თუ აპირებთ უცხოეთში მუშაობას კარგი წინადადება თუ იქნება კი რა თქმა უნდა რატომაც არა ერთ კითხვაზე კონტრაქტი მაქვს კიდე ეს წელი დეკემბრამდე კიდე ერთი წელი კიდე ერთი წელი და ნუ ეხლა მე არ დავმალავ დეკემბერშიც მქონდა და კლუბის ხელმძღვანელობასთანაც ვისაუბრეთ საკმაოდ ისეთი და არა მარტო უცხოელი საქართველოდანაც და ნუ ვისაუბრეთ და ნუ რა თქმა უნდა ჩემი სურვილიც იყო რომ აქ ყოფილიყავი და ნუ ესე რომ ვთქვათ კიდე გაგრძელდა ესე რომ ვთქვათ ჩვენი კონტრაქტი და მე რა ვიცი ძალიან კიდევ ერთხელ აღნიშნავ რომ დობა დიდი მაქვს და მეც შეძლებს დაგვარად ყველანაირად ჩართული ვართ ჩვენი სტაფი ფეხბურთში და ბოლომდე შეიძლება რომ აი ამ ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდული ნაკრები გავიდა მეორედ ერთი მასპინძლობით და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი და აი რომელიმე ნუ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში იბერია მაგრა გაასწორებდა მაგრამ ნებისმიერი რა აი 4-დან 1 მაინც რო გავიდეს. ეგა რა ხე გჭირდება. იმ აი
სურვილი სურვილი არა, აი ჰაერი ჭირდება უკვე. იმიტომ რომ 55 ქვეყანაში ვარ და 52 პოზიციაზე, რაც რა თქმა უნდა არ არის კარგი. ყველაფერი, ანუ გაწერილი როცა გაქვს, იცი საით მიდიხარ და არ უხვევ ამ გზას. რა თქმა უნდა, მოქნილი უნდა იყო, რაღაცები შეიძლება კორექტირება მოგიწიოს ამ გზის, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც არის, რომ იცი რა გინდა და მიდიხარ და დრო მოთმინება. ჩვენ გვინდა რომ აი დროზე დღეს თუ არა, всё, მალმო თუ ვერ გამოვაგდეთ, დავიღუპეთ. აი ეს დრო მაინც საჭიროა. ხა გამოდიან მე ვინ ვარ ხო ხა გვარდიოლასთან და იმ ანჩელოტისთან და იმასთან შედარებით და გამოდის ხა და თუნდაც არ ვიცი ყველა დიდი მწვრთნელი იძახის რომ 3 წელი მჭირდებაო მეო რომ აი თუნდაც კლოპის მუშაობა რო ავიღოთ ლივერპულში თვითონ აქვს ნათქვამი რომ მაღალი პრესინგი რომ მეთამაშაო რომ მიმეღწია იმ სასურველი მიზნისთვის რაც მე მინდოდაო 4 წელი დამჭირდაო ხო, თუმცა გულშემატკივრის გულისწყეთა აბსოლუტურად გასაგებია. რა თქმა უნდა, მაგიტო აღნიშნე და კი ბატონო და აბა რა ხა მესმის რომ ის მოდის გულშემატკივრობს და ყოველ წელს ერთი და იგივე რომ აი ეხა და კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ, აი რაც რითაც დავიწყე. ეგ უნდა დაინგრეს ერთხელ სამუდამოდ და არ მივესალმები მაგას. მაგრამ რაღაცა დოზით ცოტა ადეკვატური შეფასება მაინც მართებს რა. 2 აგვისტოს იწყება ეროვნული ლიგა, როგორც აღნიშნეთ 30 თამაშიანი წაუგებელი სერია, ну თავარი ფავორიტები ხართ, რა თქმა უნდა, ამ სეზონშიც ეგრე გამოდის, მაგრამ თუნდაც ის გუნდები, რომლებიც ვაი დაგაბიჯებოდიში, თუნდაც ის გუნდები, რომლებიც ახლა თამაშობენ კონფერენს ლიგაზე, ამ შემთხვევაში დილა და ტორპედოზე მაქვს საუბარი და სპაიერი იქ არის. ამ წრიდან უფრო μέτი კონკურენცია იქნება, იმიტომ რომ დილამაც ვიღაცები დაიმატა, ტორპედოც ცოტა ასე თუ ისე გაძლიერდა. რამდენად რთულია აი ამ კონკურენციაში მაინც რაღაცა ხაზი დაიჭირო, ისეთი რომელიც რაღაცა იმას უპირატესობას გაძლევს. სხვათა შორის აი ეს ამ სეზონში ძალიან ყველა გუნდ ძალიან ისეთი კარგი სამწვრთნელო სტაფი ყავს და ძალიან სასიხარულო ასევე ქართველებიც თუნდაც არ ვიცი ვინც მუშაობს გაგრაში გიორგიონიანი, ვალერი გაგუათელოს ძალიან ის პერსპექტიული, ძალიან ახალგაზრდული ისეთი, ანუ თავისი იდეებით და ასე შემდეგ და თუნდაც უცხოელი მწვრთნელები ძალიან ესეთი კარგი კონკურენცია გაჩაღდა ესე რომ ვთქვათ და პირველი ჩემთვის როგორც მთავარი მწვრთნელისთვის პირველი ეს გამარჯვების ესე რომ ვთქვათ და აი თუნდაც აი უკვე ვახსენეთ ეს 30 თამაშის წაუგებელის აი რა არის ამის ესე რომ ვთქვათ მიზეზი ესე ბჭყალებში ანუ სტაბილურობა ანუ ჩვენ შევძელით და ეს სტაბილურობა დავიჭირეთ ანუ ხა 18 თამაში ვითამაშეთ ხო უკვე 18 თამაშიდან ხა ერთ თამაში ვარ წააგებ ეს რა თქმა უნდა ადეკვატურია ის სადაც ვარ ზუსტად აი ამ სტაბილურობით ვინც გამოიჩენს თავს მე ვთვლი რომ აი არ ვიცი იმას ექნება ყველაზე დიდი შანსი რომ გახდეს ჩემპიონი და სხვათა შორის აი როგორი შიგნიდან რომ შეხედეთ როგორი ჩემპიონატია იცით აი საქართველოს ჩემპიონატი აი შეიძლება იყო მერვე ადგილზე და 1-3 თამაში რომ გადააბა მოიგო უცბად ახვიდე საპრიზოში ძალიან დიდი სხვაობაა თუნდაც ყაზახური და საქართველოს ჩემპიონატი აქ უფრო მიდის აი მწვრთნელების ომი ესე რომ ვთქვათ აი ტაქტიკურად სისტემა აბა ეს დაუპირისპირო ეს და ყაზახეთში ეგრე არ იყო რა თქმა უნდა ძალიან ძლიერი მწვრთნელები მუშაობენ მაგრამ იქ იყო უფრო აი კონკრეტულად გუნდებს ჰქონდათ აი ფეხბურთელებზე აქცენტი გაკეთებული, ანუ რას გულისხმობ, რომ მე შენ იცი რა გიხდით და კიდე მე გასწავლო რა უნდა ქნა, კაცო თავით როგორ დაარტყა და ბაჭო გიროდის დაახვედრო და ხო აი საქართველოს უფრო აი მასწავლებლის როლში უფრო ხარ, უფრო აი ხომ მიხდით, იმიტომ რომ მით უმეტეს ჩვენ კლუბში, იმიტომ რომ ბევრი ახალგაზრდაა და ბევრი რაღაცის სწავლება ესეთის გიწევს, რაც იქ მაგალითად მაგის დრო არ მქონდა მე და რომ ვერ ვეთყოთ იქ შედეგზე ვიყავით ორიენტირებული. მაგრამ ეს კარგი გამოცდილებაა ძალიან. რა თქმა უნდა, კი ბატონო. ძალიან 4-5 თამაში გაკლიათ იმისთვის, რომ საქართველოს ისტორიაში ოქაროს ასოებით შეხვდეთ საკლუბო ისტორიაში, იმით რომ იბერია არ წააგებს 35 თამაშს. სადაც არ უნდა იყო. როგორ ჩემპიონატს არ უნდა თამაშობდე, მით უმეტეს სულ ერთ გუნდებს რო ეთამაშები 30 თამაში არ წააგო არის რაღაცა გიჟური შედეგი. არსენ ვენგერს ჰქონდა არსენალში რომ. არსენ ვენგერს იმას ჰქონდა იმას ხავი ალონსოს ლევერკუზენში ხო ჩვენაზვედაზე ჩვენაზვედას ჰქონდა ოღონდ მაგათ სახში არ ჰქონდა წაგებული 4 წელი 5 წელი ჩემპიონატი ჩვენ შევეცდებით ყველანაირად რომ ეს დადებითი მუხტი გავიხანგრძლივოთ და მართლა ის რეკორდიც ესე რომ ვთქვათ
მოხსნათ რაც აქვს თბილისის დინამოს 90-იან წლებში და ნუ გავაგზავნოთ, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი გვაქვს, ჩვენ არ გვაქვს ის რომ მოდი 31-21 არა, ჩვენ ჩემპიონები უნდა გავხდეთ და ყველა თამაში გავდივართ მოსაგებად და ვცდილობთ რომ ეს რაც გვაქვს, აი ჩვენი ძალისხმევა ბოლომდე, ანუ არ ვიყურებით რომ აი კონკრეტ ყველა კონკრეტულ თამაშზე ვემზადებით აი იმ დღისთვის, რომ აი всё, დღეს არის თამაში და ზეგ-მაზეგ აი ამ თამაშისთვის და რა ვიცი, აი ჯერჯერობით, რა ვიცი, ძალიან ესე რომ ვთქვათ, კარგია სასიხარულო, რომ ეს ამართლებს ჩვენი მიდგომა, ჩვენი ესე რომ ვთქვათ, ფილოსოფია თუ რავი, რაც ქვია რა, ამ რაღაც მოქმედებას, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ამდენი თამაში აწავ. მინდა რომ მართლა მაგის ნაწილიც თუ გავხდები, რომ იბერიასთან ერთად კონფერენციის ლიგის ჯგუფში შევალთ, ამას დიდი ბედნიერება, რა ვიცი, ალბათ ხო, ალბათ აი არ ვიცი, რომ წვები ოცნება ფამაზე, რო ვიღვიძებ ოცნება ფამაზე და რა ვიცი, დიდი სურვილი მაქვს, რომ და ზუსტად არა მარტო ჩემი ეს ჩემი ჩვენი ხალხისთვის, ქვეყნისთვის, თქვენთვის, ჩემი ოჯახისთვის ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს მე აღებული და რა ვიცი, მესმის კარგად თუ რამხელა რაღაცას ვეჭიდებით, მაგრამ რა ვიცი, ყველანაირად დიდი იმედი მაქვს და ყველანაირად შევეცდებით, რომ ეს ხალხის მოლოდინი და ჩვენი ოჯახის წევრები და თქვენი გავამართლოთ. მივიდეთ სტადიონზე, დაუჭიროთ ხარი, არა მარტო იბერიას. თუნდაც გორი იქნება, თუნდაც ტორპედო იქნება, თუნდაც სპაერი იქნება, სპაერი მით უმეტეს ძალიან გამოუცდელი გუნდია, მეორე ლიგიდან სამოყვარულო ფეხბურთიდან თამაშობენ და მოვიდნენ აქამდე და გვერდში დაუდგეთ, ერთად ვიყოთ და ერთად ვიზეიმოთ, მე დიდი იმედი ვიქონიოთ, რომ ერთად ვიზეიმოთ. არა, თან რა არის, იცი რომ იმდენად გვჭირდება ეხა. ხო, ანუ ნახე რა არის. იმდენად ჭირდება ქართულ საკლუბო ფეხბურთს ნებისმიერი აქ არ არის მე იმის გულშემატკივარი. ხო, არა, ჩვენ ჭირდება და ჩვენზე საქართველოს ქართულ ფეხბურთზე აისახება ეს ყველაფერი. და ერთი კითხვა მაქვს, კიდე ეხა მოუდგენელია რა ნებისმიერ სფეროში, არა მარტო ფეხბურთში რაღაცას ვაკეთებ, მიზანი სადღაც გინდა რომ იქ მიხვიდე. აი რა არის თქვენი ოცნების გუნდი, ნაკრები გასაგებია საქართველოს ნაკრებს მეტყვით, მაგრამ აი რა არის მიზანი, რასაც გიოცნებიათ რომ მინდა რომ ეს ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ვიყო. ესე რო გითხრათ რომ აი რაღაცა კლუბზე ვოცნებობ რომ იქ რა თქმა უნდა საქართველოს ნაკრები და თქვენ აღნიშნეთ და ეს ჩემი აპოგეა არის საქართველოს ნაკრები, რა თქმა უნდა და რა ვიცი, ფიუბედნიერეს კაცი ვიქნებ თუ როდესმე მომიწევს მან საქართველოს ნაკრების მუშაობა ეროვნულზე გულის. რა თქმა უნდა, ყველა ნაკრები ის საქართველოს კაცის ყველა ნაკრები ის არის დიდი ემოცია და პასუხისმგებლობა, მაგრამ ამ წამს მაქვს ეროვნულ ნაკრებს ლაპარაკი. მაგრამ ისე ხა დიდი სიამოვნებით ჩემი და ქვეყანა დავასახელო და აი მაგალითად ესპანეთში დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი, რა ვიცი თუ მოდეს მე მომეცემას არის დიდი უარს ნამდვილად არ ვეტყვი. ჩვენ გვაქვს მესამე ბლოგი წინ. ვესტუმრებთ. თადაც როგორი მარტივად რაღაც ხუსტუმრებს ვათამაშებთ ხოლმე, ხო არ თამაში არ შემოიფარგლება, ბუნებრივია ფიზიკურ დატვირთვაში. რაღაცა ქვიზის სახით, პატარა რაღაცა ტესტის სახით ამ შემთხვევაში მოდი მესამე ბლოგში ავხსნით ამას. მესამე ბლოკის დროს დადგა და მესამე ბლოკში ესეთი თამაში გვაქვს. თქვენთვის შერჩეული 10 მწვრთნელი, უცხოელი, ბუნებრივია, ყველა დროის გამორჩეული მწვრთნელები და უნდა დავაკომპლექტოთ 10-ეული, მე გეტყვით სახელ და გვარს და გაიყვანთ რომელიმე ადგილზე, ოღონდ შემდეგი ვინ ამოვა არ იცით. პირველი იურგენ კლოპი. იყოს მეოთხე ადგილი. მეოთხე ადგილი კლოპი. დიეგო სიმეონე. მეშვიდე სიმეონე. კარლო ანჩელოტი. მესამე. მარჩელო ლიპი. მერვეზე ლიპი. ლუის ენრიკე. მეხუთე თქვი? მეხუთე. არიგო საკი. მეცხრე. არსენ ვენგერი. ვენგერი, რა თქმა უნდა მეორე, იმიტომ ძალიან დიდი. პირველ ადგილზე ხვდები ვინს გავა, პეპ გვარდიოლა. კი ბატონო, შეგიძლია ჩაწეროთ პირველ ადგილს ვინახავ მაგისტრის. ვისენტე დელ ბოსკე? მეექვსე და მე-10-ზე თავისთავად. მე-10-ზე გავიდა სერ ალექს ფერგიუსონი.
ლევან, უღრმესი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს. გაქვთ და ნუ ქვეყანას გვაქვს და დღეს მინდა წარმატება უსურვო დილას და ტორპედოს აუცილებლად და უკვე მეორე ეტაპიდან იმედია რომ 4-ვე გუნდი შეძლებს. 2 დღეს გადავა და 2 დახვდებით იქ იბერია და სპაერი და წარმატებებს გისურვებთ, იმიტომ რომ გჭირდება ქვეყანას ჭირდება აუცილებლად საკლუბო ფეხბურთის წარმატება. დიდი მადლობა, გულწრფელი ვიქნები, როგორც ყოველთვის და თქვენ მინდა პირველ რიგში მართლა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ ადეკვატური შეფასებისთვის ჩვენი გამოსვლის შემდეგ და თქვენაირი ხალხი ზუსტად მაძლევს იმის საფუძველს და мотиваციას, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ, ვიბრძოლოთ და ის მიზანი რაც გვაქვს, გზას არ გადაუხდით. მართლა გულწრფელად მადლობა ესეთ შეფასებისთვის. ძმების პოდკასტი გამოიწერეთ YouTube-ზე, Facebook-სა და TikTok-ზე, გამოვყვებით. აბორ 24 ბავარია გავაგრძელებთ ესე. წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის. გაიხარეთ.